ძალადობის პრევენცია და კონფლიქტების იურიდიული საფუძვლები. ამ თემაზე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. როგორც პროექტის ავტორებმა განმარტეს, მათი მიზანია ძალადობისა და სამართლებრივი საკითხების გამოკვლევა და არსებული პრობლემების მოგვარება. გამომცვლელებმა ამ სფეროში ევროპული ქვეყნების გამოცდილება განიხილეს და ქართულ რეალობასთან მის შესაბამისობაზე ისაუბრეს. როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, შეხვედრების დასრულების შემდეგ გამოიცემა კრებული, რომელიც კონკრეტულ რჩევებს მოიცავს. კონფერენციაში ქართულ მეცნიერებთან ერთად აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. პროექტი მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დეადეს ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება. ჩვენი ინტერესის სფეროა ტრანსნაციონალური დანაშაული, რომელმაც გასულ წლებში ბევრ განვითარებულ ქვეყანაზე იქონია გავლენა. ბუნებრივია, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ საქმეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სისხლის სამართლის სფეროს განვითარება. საქართველომ თავის მეზობლებთან ერთად ჩამოაყალიბა სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რომელშიც გერმანელმა მეცნიერებმაც მიიღეს მონაწილეობა. ჩვენ უკვე 6 წელიწადია თანამშრომლობთ რობაქიძის უნივერსიტეტთან, ვაწარმოებთ ერთობლივ კონფერენციებს და ამჯერად ჩვენ ერთობლივად ვატარებთ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და გერმანიის აკადემიური დახმარების დეადეს ორგანიზაციასთან ერთად ამ მრავალდღიან საზაფხულო სკოლას. ამ კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის, აზერბაიჯანის და გერმანიის და სხვა ქვეყნების მეცნიერები. მიდის მსჯელობა იმის, რა ხდება ჩვენ ქვეყნებში, როგორ უნდა გაკეთდეს ის, რომ პრევენცია მოხერხდეს სხვადასხვა დანაშაულისა, რომელიც ხდება ამ კონკრეტულ ქვეყნებში. გამოცდების ეროვნულ ცენტრში ახალი პერიოდი